პოლიტიკური პროცესი, რომელიც ვერ გაჩერდება იმის გამო, რომ ეს ივანიშვილს უნდა, ეს პროცესი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ერთი დღეა, რაც შენობიდან გამოვიდა, მაგრამ ამბობს, რომ ლეგიტიმაცია თან წაიღო. მინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ ამ პროცესში, პოლიტიკური პარტიების როლი, რამდენად აქტიურია ახლა და რა პროცესში, მაშინ როცა ბევრი ხალხია ქუჩაში, ხშირად ისმის კითხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობების შესახებ და ახლა გაძლევთ საშუალებას ეს მეტად ასე ვთქვათ მარტივად გითხრათ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა, რომ თქვენ დამეშვით, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების ამოცანა არის მისი ამორჩევლების მოლოდინების დაკმაყოფილება, ამორჩევლებთან მუდმივი კონტაქტი, დახმარება ამორჩევლების, რომ მათ კონდეთ სწორი წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე, ამავდროულად მუშაობა გარე პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, მუშაობა ქვეყნის შიგნით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ქართული ოცნების იზოლაციის კუთხით ქვეყნის შიგნით და ეს არის ოპოზიციური პარტიების და მათ შორის ძლიერი საქართველოს ძალისხმევის შედეგიც, როდესაც ვხედავთ ქართულ ოცნებას მარტო დარჩენას პარლამენტში, ეს არ იყო ის, რაცაც ისინი ელოდნენ. ეს მათთვის სულიად მოულოდნელი იყო. ადრე თუ გვიან ისინი შემოვლენ. და მე მგონი ეს ილუზია ჯერ კიდევ აქვთ, რომ ვითომ რაღაც შეიცვლება და ვიღაც შევა ოპოზიციური დეპუტატი შევა პარლამენტში, ეს არ მოხდება, ეს გამორიცხულია. ეს ილუზიები დაემსხვრება ძალიან მალე. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვთ ამ ილუზიისთვის, მაგრამ ის რაც აქვთ, ვფიქრობენ, რომ ეს ცნობილი მათი მომრიგებელი და მომლაპარაკებელი ბიძინა-ივანიშვილი ყველაფერს დაალაგებს. შესაბამისად ეს დაიმსხვრება ეს მითი, ერთი მითი უკვე დაიმსხვრა მისი უძლეველობის შესახებ. უძლეველობის შესახებ ის ყველაფერს დაალაგებს და ის შეერთებულ შტატებთან დაალაგებს, ამასთან გაალაგებს. ეს დაიმსხვრა, ხო? ეხლა დაიმსხვრება კიდევ ერთი ილუზია, რომ ვინმე აპირებს დაალაგებს. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ეს, არ არსებობს ესეთი შესაძლებლობა, ამის პოტენციალი არ არსებობს. ამიტომ დროზე უნდა გაითავისოს ივანიშვილმა ეს და თავისი თანამუნდელები აღარ უნდა მოატყუოს. ანუ ივანიშვილი თქვენ ამბობთ, მათ არის დამოკიდებულება სრულიად გამორჩეული დამოკიდებულება, როგორც კერპის მიმართ. ხო, ამიტომ არის ქართული ოცნება თავისი ფუნდამენტით ქრისტიანობის წინააღმდეგია. ჩემი მოგზაურებული აზრია, იმიტომ რომ კერპთაყვანისმცემლობა პირდაპირ წინააღმდეგება ქრისტიანობას. როდესაც ვინმე მიგაჩნია უცდომელად, როცა მიგაჩნია, რომ ეს ადამიანი შეცდომას არ უშვებს ამდენად მიწაზე, ეს არის სწორედ ის, რაც არის პირდაპირ ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული, ანუ კერპი ყავთ, რომელიც შეცდომას არ უშვებს, ხო, ივანიშვილი, რომელიც არასდროს არ დაუშვია შეცდომა, არასდროს არ უშვებს და არც მომავალში არ დაუშვებს. ეს პირდაპირ არის კერპთაყვანისმცემლობა. ამიტომ ეს ძალა არის კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული ძალა. აქეთ არის ქართველი ხალხი, რომელიც ითხოვს მის ფუნდამენტურ უფლების დაბრუნებას. თავისუფალი სამართლიანი არჩევნების უფლების დაბრუნებას, ხო? ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან რა შეიძლება კიდევ მოლოდინი არსებობდეს, ოპოზიციური პარტიები არიან ამ წინააღმდეგობის, მშვიდობიან წინააღმდეგობის წინა ხაზზე, ხო? ჩვენი წევრები დააპატიმრეს, სცემეს ყველაფერი რაც შეიძლება ჩაიდინოს ხელისუფლება ჩაიდინა იგივე ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ, იცით ალი გველისაშვილი გაიტაცეს, უმოწყალოდ სცემეს, არავინ არ არის დაკავებული ამ უკანონობისთვის, იმიტომ რომ ვინც ეს ჩაიდინა არის კრიმინალი, არ არის ის პოლიციელი, რომელიც ესე უსწორდება ადამიანს, შესაბამისად არანაირი არც გამოძიებაც არ მიმდინარეობს, მე მგონი, აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვინმე დაკავებული იყოს. ფორმალურია ყველა შემთხვევაში ასე. დღესაც დაკავებულები არიან ძლიერი საქართველოს წევრები, ვეფხვია ასრაძე, რომელიც არის გამორჩეული პატრიოტი ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი. შეთითხნილი ბრალდებით, ასე კაზელაშვილიც მოგონილი ბრალდებით, რაღაც თითქოს ორგანიზებით, რომელიც არანაირი ნიშანწყალიც კი არ არსებობს. ხო, მაგრამ დღეს პროკურატურა და სასამართლო არის კარიკატურა მართლაც და ამ კარიკატურის ფარგლებში დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც მას მიაჩნია, რომ არიან ოპონენტები და არიან თავისუფალი აზრის გამოხატველები. ამიტომ ეს ეხლა რასაც თქვენ მეკითხებით პოლიტიკური პარტიების როლი. პოლიტიკური პარტიების როლი არის იყოს ავანგარდში წინააღმდეგობის მოძრაობის, იყოს ასე ვთქვათ პირველ რიგებში იმისათვის, რომ მიიღოს ყველაზე ძლიერი დარტყმა თავის თავზე. ჩვენ ამავდროულად ძალიან
წარმატებით ჩემი აზრით ვიმუშავებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ხედავთ რომ არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ესეც ვფიქრობ რომ არის ოპოზიციური პარტიების, კოალიციური ცენტრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და რაც თავარია ჩვენ ახლა შევჯერდით პრეზიდენტთან ქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის ცვლილებებია საჭირო იმისათვის რომ როდესაც ჩვენ მივალთ ახალ არჩევნებამდე არ განმეორდეს ის მსგავსობა რაც ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბერს. ანუ თქვენ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმ მექანიზმების გადაზღვევაზე მუშაობთ ახლა და იმ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ახალ არჩევნებს? დიახ. რამდენად წარმატებულია ეს საქმიანობა, რამდენად ყოველდღიურია ეს საქმიანობა და ფიქრობ თუ არა რომ ფორმატი საჭიროებს მეტ ასე ვთქვათ ინკლუზიურობას. ხო, ინკლუზიურობას და უფრო მეტ საჯაროობას მე ასე ვიტყოდი. მე ვფიქრობ ინკლუზიურობა ამ ფორმატს არ აკლია, იმიტომ რომ განხილვაში რა თქმა უნდა, არა მხოლოდ 4-ვე კოალიციური ცენტრი, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები, ან ფარდ ინკლუზიურობა სწორედ ეხლა აქ კარგად არის წარმოდგენილი. როდესაც შეჯერდება დოკუმენტი, ის გაიცნობა საჯაროდ გამოქვეყნდება და გაიცნობა მთელ საზოგადოებას. ეხლა მიმდინარეობს დღესაც იყო შეხვედრა ამ თემაზე, იმიტომ არის ბევრი ნიუანსი, რომელიც არის გასათვალისწინებელი და ჩვენ ამ ნიუანსების ასახვას შევეცდებით იმ დოკუმენტში, რომელიც გახდება საჯარო. თქვენ რას ისურვებდით? სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და ლეგიტიმური პარლამენტი არ იქნება პირველ რიგში, რომელიც შემდგომ პრეზიდენტს აირჩევს, ხომ? თუ არ შეიცვალა ეს წესიც, არ ვიცი შემდგომ. მაგრამ, ამ მომენტისთვის ეს ასეა მოცემულობა. მან აქცენტი გააკეთა ახალ პოლიტიკურ ძალებზეც. ამან რაღაცნაირად გააჩინა კითხვა, ხომ არ ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილს უფრო აქტიურად ჩართულს თუნდაც პოლიტიკური ძალის ფორმირების პროცესში. როგორ უყურებთ ამ საკითხს? თუ ის უნდა დარჩეს გამაერთიანებლად პრეზიდენტის რანგში, როგორ ხედავთ? როგორ დაეხმარებოდა ეს პროცესი? შაბეჭდება რომ მას ორ შემთხვევაში უამრავი შეხვედრა მოწონდა. მას არ უნდა იყოს რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული, შესაბამისად მე ვფიქრობ რომ არანაირ ნიშანწყალი იმის რომ ის პოლიტიკურ პარტიის შექმნაზე დაფიქრდება, მე ამას ვერ ვხედავ. და მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყანაში, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს დასავლურ სამყაროსთან, სოფლიო ლიდერებთან და ის გააგრძელოს ამ როლის და ამ ფუნქციის შესრულებას, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამ მართლაც გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის. და ის არის ვფიქრობ მაკონსოლიდირებელი ფიგურაც საზოგადოების და გონია რომ ამ ფუნქციას ის ძალიან წარმატებით ასრულებს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკური კოალიციები რომლებმაც მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიუხედავად გაყალბებისა, რომელთაც მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მარჩენებზე, ჩვენ მუდმივად ვიქნებით პრეზიდენტთან კომუნიკაციაში, კოორდინაციაში იმისათვის რომ გავერთიანოთ ძალისხმევა და ამ ძალისხმევამ მოიტანოს ის შედეგი, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს სურდა, რისთვისაც ისინი უკვე ერთ თვეზე მეტია არიან ქუჩაში. კი ბატონო. ჩვენ საუბრობდით ივანიშვილზე ცოტა ხნის წინ, მას დაემსხვრა შესაძლოა თავისი წარმოდგენებით საკუთარ თავზე, რომ ის დაალაგებდა შეერთებულ შტატებთან. ფაქტია, რომ ეს არ მოხდა და არც არის რაიმე ნიშანწყალი, რომ ეს მოხდება სამომავლოდ და ვერ დაალაგა ვერც შიდა აქტორებთან, როგორც ის ალაგებდა ხოლმე, ვიღაცას გადმოიპირებდა, ვიღაცას გადაიპირებდა, ეს რაღაცნაირად ახლა ვერ მოახერხა. ფიქრობთ, რომ ამ ორივე ფაქტორის იმედგაცრუებასთან ერთად მას უნდა გაუჩნდეს დათმობის სურვილი. რატომ არ ჩანს ეს ჯერ? რა აკლია პროცესს? მე ვფიქრობ, ცოტა აქ სუსტაფობა აქ მართებს, მეორე მხარეს უნდა გვესმოდეს ვინ არის. იქ არის ძალა, რომელსაც აქვს ყველა ფინანსური შესაძლებლობა, რაც შეიძლება იყოს, ადმინისტრაციული რესურსი, მართლმსაჯულებას ფლობს. ეხლა ჩემი აზრით მისთვის თავარი იყო რომ როგორც მას გონია დაპატრონებოდა ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუციას პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს დახურა ასე ვთქვათ ტრანზაქციული ტიპის მოაზროვნეა ივანიშვილი ეს ტრანზაქცია დაასრულა როგორც მას წარმოუდგენია მაგრამ მას არ ქონდა გათვლილი ის რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილი დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს მას დათვლილი არ ქონდა მე ვფიქრობ ეს მას ურევს იმ გათვლებს რომელიც მას ქონდა არჩევნების წინ, როდესაც დაგეგმილი იყო. სინგაპურში, მაგრამ ფულს ვერ იღებს. პარალელი რომ გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისთვის ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც დაინახა, რომ ეს რეალობაა უკვე და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააგრძელებს ურთიერთობას სოფლიო ლიდერებთან და
წამყვანი სახელმწიფოები არ აპირებენ ქართულ ოცნებასთან არანაირ კონტაქტს და მე ვფიქრობ ეს იყო ის რაც მას გათვლილი არ ქონდა. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე ჩვენ რა ნაბიჯებს გავთ ხომ? უნდა გვესმოდეს რომ შესაძლოა ქართული ოცნება ეხლა თავსი კატუნებს და ცდილობს წარმოაჩინოს ვითომ არაფერი არ ხდება ეს არის ბიზნესმენშულის ეხლა პოზიცია რა არაფერი არ ხდება განსაკუთრებული თურმე ამ ქვეყანაში. ეს ხალხი რომელიც ყოველდღიურად ავსებს რუსთაველს არის 300 ადამიანი იქ თქვენ ნახეთ ჯაჭვი ცოცხალი ჯაჭვი რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა შექმნეს ეს მართლა ოდნავ მაინც თუ გიყვარს შენი ქვეყანა არ შეიძლება ამას აუღებლებლად უყურებდე ხო პასუხად მივიღეთ პროპაგანდისტული მანქანიდან რა რომ არ შედგა ჯაჭვი და ამ დროს აჩვენებდა სულ სხვა უბანს სადაც არც უნდა ყოფილიყო არავინ აი ესეთი ტიპის პროპაგანდა ჯერ კიდევ მუშაობს იქ სადაც მარტო იმედს უყურებენ უნდა ვაღიაროთ ეს რომ არის გარკვეული კატეგორია ჩვენ თანამოქალაქეებს რომელიც მხოლოდ იმედს უყურებს და არ უყურებს სხვა არხებს და არ აქვს საშუალება რომ შეივსოს თავისი ცოდნა იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი არის ინფორმირებულობა ამიტომ არის აუცილებელი რომ ყველა უყუროს რაც შეიძლება სხვადასხვა წყაროს ინფორმაციის რომ შემდგომ ადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას რეალურად რა მიმდინარეობს ქვეყანაში ამიტომ ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ შემდგომ პერიოდში იქნება ქართული ოცნების მხრიდან გაგზელება ამ პოლიტიკის რო ვითომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი კარგად არის, ოპოზიცია შევა პარლამენტში, ისინი 20 იანვრის შემდეგ შეერთებულ შტატებთან გაამოჯობესებენ ურთიერთობას და შემდეგ. ეს ილუზია დაიმსხვრევა 20 იანვრის შემდეგ, ცხადია. ეხლა უკვე დამსხვრეულია მეტი შეუძლებელია, ხო? რაც ჩვენ ნახეთ შეერთებულ შტატების მხრიდან მეტი ნაბიჯი ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შეიძლება გაცილებით უფრო მწვავე სანქციის შემოღება ივანიშვილის მიმართ მან ძალიან კარგად იცის ეს და შეერთებულ შტატებმა სწორედ დაუტოვა მას სივრცე იმისათვის რომ მან გაითავისოს თუ ის გააგრძელებს საქართველოს თავის მარწუხებში მოქცევას ის მიიღებს კიდევ უფრო მწვავე პასუხს საქართველოს მეგობრებისგან და ჩვენი ხალხის მეგობრებისგან იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ვაკვირდებთ ეს არის ქართველი ხალხის ჩაგვრის ცდელობა გამოყენება მართლმსაჯულების სისტემის ადამიანებს დასაჩაგრად. იმიტომ არანაირი კავშირი ამას კანონიერებასთან არ აქვს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო? არანაირი კავშირი ამას მართლმსაჯულებასთან არ აქვს. ეს არის პირდაპირ მცდელობა, რომ დაჩაგრო შენ თანამოქალაქე, რომ იქნებ სხვამ გამოიტანოს დასკვნა, რომ ჯობია დავანებოთ პროტესტს თავი, თორემ მეც იგივე დამემართება. ეს არის ის პოლიტიკა, ხო? მაგრამ ასეთ პირობებში მართვა დიდი ხნით შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია, როცა შენ იზოლირებული ხარ. მთელი ცივილიზებული სამყაროსგან, როცა მარტო ხარ პარლამენტში, თან 99 დეპუტატი არ დაგვავიწყდეს, ელემენტარულ მინიმალურ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებენ იმისათვის, რომ თუნდაც რომ არალეგიტიმურად არ ვაღიარებდეთ არჩევნების შედეგებს და ცხადია არალეგიტიმურია. ამ შემთხვევაშიც კი ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს 99 დეპუტატის ყოფნა პარლამენტში, იმიტომ რომ ასეთი პარლამენტი არის არაქმედით უუნარო. და შესაბამისად პლუს ის რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, გერმანიამ, ყველამ თქვეს რომ არაპირებენ ამ მთავრობასთან რაიმე ტიპის ურთიერთობას. როგორ წარმოგიდგენიათ რომ გააგრძელო ნორმალური მართვა ქვეყნის, როცა შენ იზოლირებული ხარ სოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისგან, ეს შეუძლებელია. ამიტომ რაც უფრო დროზე გააცნობიერებს ივანიშვილი და მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, იმისათვის რომ ქვეყანაში მართლაც იყოს სტაბილური მშვიდობა, იმისათვის რომ საზოგადოება დამშვიდდეს, დააწყნარდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ მართლაც ამოისუნთქოს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ, იმიტომაც ვმუშაობთ იმ დოკუმენტზე, რომელიც აუცილებელია სწორედ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს არჩევნების მიტაცების ცდელობა და ამიტომ ვფიქრობ, დაველოდოთ რამდენ ხანი შეძლებს ქართული ოცნება ამ პროცესზე, ასე ვთქვათ, თავის მოკატუნებას, მაგრამ მე რაც მახარებს, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც ახლა რუსთაველზე დგას, არ უყურებს ამ პროცესს, როგორც მოკლევადიან პროცესს, მზად არის იდგეს იქ, რამდენიც საჭირო იქნება ამ ქვეყნის მომავლისთვის. ესა ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად, განსხვავებით წინა პროტესტისგან, ყოველთვის რაღაც კონკრეტულ თარიღზე იყო ხოლმე მიბმული პროტესტი და მოლოდინი იყო საკმაოდ მაღალი, ასეთი მოლოდინი ხალხს არ აქვს რამე კონკრეტული თარიღის, ამბობს რომ ამ პროცესში ხანგრძლივი დგომისთვის არის მზად. მე უბრალოდ მინდა მაგალითი მოგიყვანოთ, როცა ჩვენ ხედავდით პროტესტს ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წინააღმდეგ, გვახსოვს რა
დამწვავე პროტესტი იყო, მე როგორი ბრუტალური ძალა იქნა გამოყენებული, მე ოპონენტების ჩასაფრება, უმოწყალოდ ცემა და ასე შემდეგ. და გაჩნდება კითხვა, რატომ შეწყდა პროტესტი? მე მგონი ამან შეიყვანა შეცდომაში ივანიშვილი. პროტესტი შეწყდა იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე თვეში იყო არჩევნები და ადამიანმა იფიქრეს, რომ მოდით ჩვენი ძალისხმევა არჩევნებისკენ გადავიტანოთ და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ, მაგრამ ვერავინ ვერ ფიქრებდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ მასშტაბით იქნებოდნენ ჩართული არჩევნების პროცესის მიტაცებაში და შესაბამისად ეხლა უკვე უკან დასახავი არავის არ აქვს. უკან არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახებია, ჩვენი შვილებია. თან ძალიან ძიმე ფორმულირებაა, რის გამოც დასანქცირდა ივანიშვილი, ეს აღარ არის შეფასება, ეს არის ფაქტი, შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილი დაასანქცირა დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც რუსეთის ჯაშუშებს ასანქცირებს ხოლმე. ასეთი მძიმე ფორმულირებით დაარქვეს სახელი, რის გამოა ის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული. კონკრეტულად ბიზნესმენ ოლიგარქ ივანიშვილს რა პრობლემებს უქმნის ეს სანქცია, ბატონო ბადრი? შეიძლება ჩვენ ბევრი გვესმოდა, შესაძლოა ისე კარგად არ ესმის რიგით მაყურებელს, რომ მან რაღაცეებისთვის მოემზადა იქ, რაღაცა ოქროში დეპოზიტები იქ, რაღაცა ოფშორის კანონი მიიღო. ესე ფრაგმენტ საზოგადოებას ესმის, რომ ივანიშვილი სავარაუდოდ ემზადებოდა ამ პროცესისთვის, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამისგან გაქცევა ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველო? უნდა გითხრათ, რომ თუ კი საბოლოო ჯამში ივანიშვილი იქნა მაგნიტსკის სიაში შეყვანილი, საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ გაიქცევა. რა თქმა უნდა, მან გარკვეულწილად იზრუნა. მაგალითად ჩინეთიდან საქმეთა მინისტრი უკვე. და მოადგილე. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა შედეგები აქვს ამას შეერთებულ შტატებში, როდესაც შენზე აწესებენ სანქციებს, მათ შორის ფინანსურს. ეს წარმოუდგენელი დარტყმა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? რაც არ უნდა ეხლა ქართული ოცნება ამას ჯილდოს ეძახოდეს, ამ ჯილდოს ძალიან ცუდი მყრალი სუნი ასდის და ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის რა შედეგები მოყვება ასეთ ტიპის სანქციებს. მან ასევე ძალიან კარგად იცის რა განსხვავება ამ სანქციასა და მაგნიტსკის სიაში შეყვანას შორის. მაგრამ ეს უკვე, როდესაც შეერთებული შტატები შენ გიწესებენ სანქციას, ეს ნიშნავს, რომ შენთან არავინ არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი არ ურთიერთობს. არც ერთი თავმოყარე პარტნიორი, არც ერთი უცხოელი, რომელსაც ელემენტარული რეპუტაცია აქვს. არავინ ასეთ ადამიანთან კონტაქტში არ შევა. ეს გამორიცხული არის, უნდა გვესმოდეს, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისთავად ეს უკვე არის ძალიან დიდი დარტყმა. მე მინდა გითხრათ, რომ არ მიხარია, როცა ვინმეს მიმართ სანქციას აწესებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებმა დაინახა, რომ აქ ივანიშვილი სრულიად უკანონოდ იყენებს თელს მართლმსაჯულების სისტემას ადამიანების დასასჯელად. მისი და მი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასასჯელად. ამიტომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც არის სწორედ ქართველი ხალხის ხარდასაჭერად. იმისათვის, რომ ივანიშვილმა უკვე გადაიხადოს ფასი ამისთვის, ეს ძალიან დიდ ფასს იხდის უკვე. თქვენ თვითონ ნახეთ, რომ რამდენიმე ასეული მილიონ დოლარს მაგალითად მინიმუმ ამას ხო ვეღარ მოკიდებს ხო? მინიმუმ ამას, აღარაფერს ვამბობ, სხვა უმნიშვნელოვანეს რაოდენობა თანხებზე. მნიშვნელოვანი აქცენტია ნებართვის გარეშე, ანუ ესეც სადაც რჩება გზა, თქვა, თუ კიდევ ერთხელ ეს არის ჩემი აზრით შეერთებული შტატების მხრიდან გამომაღვიძებელი ზარი, მის დამი რომ მან უნდა გაუშვას თავისი მარწუხები ამ ქვეყანას, უნდა გაანთავისუფლოს ეს ქვეყანა თავისი მარწუხებისგან. და რა თქმა უნდა, მაშინ ის აცდება გასირებთ რომ კაც სანქციებსაც, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი დარტყმა. მის ჩვენ ხო გვესმის რა თქმა უნდა რომ მან მიიღო გარკვეული მოსამზადებელი ზომები, იქ ნახატები შემოიტანა ქვეყანაში, წარმოიდგინეთ რომ მაგასაც არატანდნენ წუხდა მაგას. პარლამენტმა სპეციალურად მიიღო კანონი, მე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ოფშორული ზონებიდან ვითომ აქტივების შემოსატანად ეს გადაივსებოდა თურმე საქართველოს. უამრავი ეს იყო მიღებული ივანიშვილისთვის, რომ მას შემოეტანა თავისი აქტივები, მაგრამ ძირითადად ალბათ ნახატები და შემოტანა გაანთავისუფლეს იმპორტის გადასახადისგან, ასევე გაანთავისუფლეს ქონების გადასახადისგან, გაანთავისუფლეს საშემოსავლო გადასახადისგან. მე მართლაც მაოცებს პირდაპირ, რომ როდესაც შენ გიყვარს შენი ქვეყანა, ხო? რატო არ უნდა გადაიხადო 1% ქონების გადასახადი იმ ქონებაზე, რომელიც შენ ქვეყანაში გაქვს? 1%-ია ქონების გადასახადი. ამისგანაც კი გაანთავისუფლა პარლამენტმა, ხო? ხო და ეს არის მართლა წარმოუდგენელი. მე არ მესვის ესეთი რაღაც. ვერასდროს ვერ გავიგებ. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, მას იმხელა რესურსები აქვს ფინანსური, შეეძლო ეს რესურსები ქვეყნისთვის მართლა სასიკეთოდ გამოეყენებინა, მაგრამ რა უყოს იმ
კავშირს, რომელიც მას აქვს კრემლთან, ხო? შესაბამისად, ის ახლა პირდაპირ ორიენტირებულია იმაზე, რომ მიიღოს მაქსიმალური ხარდაჭერა კრემლისგან, ამას იღებს ყოველდღიურად, თქვენ ნახეთ ახლა ლავროვის განცხადება. ის არაფერს დაგიდევს თვითონ კობახიძესაც, ხო, კობახიძეს ათქმევინა ის, რაც მას უნდოდა რომ გაეგონა პუტინს. ხო, 2028 წლამდე წვეთ მოლაპარაკე. ეს იყო ზუსტად ის, რაც უნდა პუტინს გაეგო და 9 საათში კობახიძის განცხადებისგან 9 საათში იყო პუტინის პირდაპირ შექება საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების. ხო, პირდაპირ კავშირს აჩვენებს ამას ყველაფერს შორის. ამიტომ მე ვფიქრობ, ეხლა საბოლოო ჯამში თავის თავზე უნდა დაფიქრდეს ივანიშვილი მის გარემოცვაზეც, რომელსაც ძალიან დიდ დარტყმის ქვეშ აყენებს. და ელემენტარულ რაღაც უნდა გააკეთოს. როდესაც არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში განმუხტის ერთ-ერთი გზა არის ახალი არჩევნები. სხვა გზით პოლიტიკური კრიზისის მithumetes ამ სიღრმის პოლიტიკური კრიზისის განმუხტა არის შეუძლებელი. და რა თქმა უნდა განთავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან პოლიტიკური პატიმრები, რადგან მათ ისეთი დანაშაული აქვს ინკრიმინირებული, რომელიც არ ჩაუდენიათ. კი ბატონო. ისე ბადრი სამართალი ურმით დადის ამბობენ, მაგრამ მაინც დადის. აი თქვენ და მამუკა ხაზარაძეს ცდილობდა სწორედ რეპუტაციული ზიანი მოეყენებინა თქვენთვის, რომ ზუსტად ის დაგეკარგათ, რითაც ფასობს საერთაშორისო სისტემაში ადამიანი რეპუტაციით, მაგრამ მას დაეწია რეპუტაციული ზიანი. ეს ბატონი თადუმაძე, რომელიც დღეს თქვენ ახსენეთ, თადუმაძე იყო მაშინ გენერალური პროკურორი, მან მოაწერა ხელი ჩვენზე ბრალის წაყენებას, ფულის გათეთრების ბრალდებით ურცხვად. მე ვიტყოდი უსინდისოდ მოაწერა ხელი იმის გამო, რომ მას დაავალა ეს ივანიშვილმა და 4 წლის განმავლობაში დაგვატარებდნენ სასამართლოში ყველანაირი ზიანი, რაც შეიძლება და მოეყენებინათ, მოგვაყენეს, მაგრამ ეს არ გააჩერებს ჩვენს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, იმიტომ რომ არაფერი არ ღის შენი შვილების და შენი ქვეყნის მომავლად. შესაბამისად, ყველაფრის გზად უნდა იყოს პოლიტიკოს, რომელიც ზრუნავს თავისი ერის, თავისი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ აი ესეთი ხალხი არის დღეს ხელისუფლებაში, როგორც თადუმაძეა და კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმის, რომ ეს არის არა მართლმსაჯულების სისტემა, არამედ ერთი ადამიანის სრული კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებადი სისტემა, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს. და ესეთი სისტემა ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო წაგვართვა პრაქტიკულად ივანიშვილმა. და ამიტომ იმ ადამიანების ბრძოლა, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან, არის ბრძოლა იმისათვის, რომ მათ დაიბრუნოს საკუთარი სახელმწიფო.